ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. გიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი საოცარი მოტოპოდკასტით და ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პოდკასტ არეაში. დღეს კი ჩვენი სტუმარი არის პიტსტოპის თანადამფუძნებელი ოთო ბიბილეიშვილი. სალამი ოთო, პირველ რიგში როგორ ხარ? როგორ ხარ? ნელა თავად. გადასარევი. იმედი მაქვს, რომ უკეთესად ვიქნებით კიდე პოდკასტის ჩაწერის მერე, იმიტომ რომ მე ვაპირებ დღეს რომ ძალიან ვისეუნო შენთან საუბრით და მინდა დღეს გესაუბრო ბრენდზე, რომელიც შექმენით და არ მეგულება მე დღეს მოტომოყვარული, ან ამ სფეროში ჩახედული ადამიანი, რომ არ იცოდეს იმ ბრენდის შესახებ, რომელიც თქვენ დააფუძნეთ, განავითარეთ და მოიყვანეთ იქამდე, სადაც დღეს არის. და რა თქმა უნდა, რომ განვითარებას არ წყვეტს ამას, ყველა ასე თუ ისე თვალს ვადევნებთ. ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ, აი ეს ყველაფერი, როგორ მოახერხეთ, რა გზა გაიარეთ, თუმცა სანამ ამ თემებს შევეხებით, მინდა პირადად შენი გამოცდილება კითხო მოტოციკლებზე, საიდან დაიწყე, საერთოდ რამ გადაგაწყვეტინა, რომ მოტოციკლეტი გეყიდა და დაგეწყო მოტოციკლეტის მართვა. მოტოციკლეტი, ძალიან ბევრი წელი, რა თქმა უნდა, მიზიდავდა აი სპორტი. საერთოდ დავიწყე ფორმულა 1-ით. ანუ ფორმულა 1-ს უყურებდი ამ რბოლებს, ანუ არ ვაცდენდი არც ერთ გადაცემას და ყველა შეჯიბრს ფორმულა 1-ის და მე ამასობაში ჩემმა ძმამ მითხრა ფორმულას რას უყურებ, ნახეო რა ხდებაო იმაშიო მოტოებშიო. და ნუ იქ აი ვალენტინო როსი იყო აღზევების პერიოდში, სადაც აი იგებდა და მაკედან რომ ასე ჩაუჯექი MotoGP-ს მას მე მოვიწამლე მოტოციკლეტით. ნუ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ესე მოტოციკლეტის ყიდვაზე საერთოდ არც მიფიქრია, მაგრამ დაახლოებით აი ინსტიტუტი რო დავამთავრე, რაღაც ჩემი პირადი დანაზოგი მქონდა და ისე რომ არავის არ უთხარი, პირველი მოტოციკლეტი ვიყიდე რა 2009 წელს მე მგონი რა. R6 ლურჯი, მაგრამ ახსოვს. ხო და ნუ მაგითი დავიწყე რა. სამწუხაროდ მაშინ არც არაფერი არ იყო, არც მასწავლებელი არავინ არ ყავდა, მეზობელმა ანბანი ამიხსნა და მეორე დღიდან მე გავედი მე თვითონ. ჩაფხუტი რაღაცები მე თვითონ ვიზრუნე, რაღაც Amazon-იდან გამოვიწერე პირველი ეკიპირება რაც იყო. და ნუ იმითი ძალიან ბედნიერი ვიყავი, არც ბრენდები ვიცოდი, ანუ რა იყო კარგი, ან რა უნდა, რაც ესეთ მოერგებოდა, ისე უცებ შევიცინე. პერიოდში თან, რავი, არჩევნის საშუალება მე მგონი არც იყო რომ რაღაცა. ანუ საქართველოში საერთოდ არაფერი არ იყო. ანუ ინფორმაციის ნაკლებობაც, რავი, მე მგონი რომ იყო. ინფორმაციის ნაკლებობა, აი რავი, როგორ გითხარ, ცოტა სასაცილოა, მაგრამ ფეხსაცმელიც კი არავის მე მინახავს აბაშიძეზე ცხოვრობდი და იქ ხა ძალიან ბევრი ესე ვთქვა ბჭყალებში მარიაჟობა მიდიოდა მოტოციკლეტთან რაღაც მანქანით მაგტრეში ჩაიფრენდნენ ხოლმე და იყვნენ ძღოლები ჩაფხუტი არ ხურა სათვალეები ეკეთათ და კიდე იყვნენ ესეთი ძღოლები ვისაც საერთოდ ფეხზე ანუ ფეხსაცმელი ეცოდა რომ ინდუსების სიტყვები რო აი საერთოდ რომ დაუშვებელია რა ანუ ანუ რა ვიცი უსაფრთხოებაზე ფიქრი აქ ზედმეტიც არის რა არც აწუხებდა იმ ხალხს რა მე დაჟე ის პერიოდიც მახსოვს რომ იქ იჟი და იავა და რაღაც ეგეთი მოტოციკლეტებითაც ხვირაწეული დადიოდნენ და ნუ აი არანაირი ეკიპირება რა ჩაფხუტზე ლაპარაკი ზედმეტი არის რა იმიტომ რომ მე ის გარდამავალი პერიოდიც ვიცი რა მსმენია უბრალოდ მე არ მახსოვს მაგრამ ეს გარდამავალი პერიოდი როცა ჩაფხუტი რო არავის არ ეფარა და უკვე ნელ-ნელა რო იწყებდნენ ჩაფხუტის დარებას რა რომ რაღაც თითქოს ეგრეხებოდათ აი ჩაფხუტი დავიფაროთ მაგრამ კი აი ეგრე იყო ზუსტად რა მართლა ეგრე იყო რა და ნუ რა კურტკაზეც ლაპარაკი ზედმეტია რომ რაში გჭირდება კურტკა და ასე შემდეგ რა ხო ეს სათვალეები გაკეთებული რომელი ფილმი არის აღარ მახსოვს რომელიღაც ჰოლივუდის ფილმი არა მოტოციკლეტით სათვალეებით რომ მიდის რაღაც აი ყველას მანდეგონა ალბათ თავი ბევრი ფილმი არის ეს ჰოლივუდი დარწმუნებული ვარ რა ერთ-ერთი ტერმინატორი იქნება ხო ტერმინატორი ერთ-ერთი მაგრამ ის რომელსაც გულისხმობა არ მახსოვს უბრალოდ რომელი ფილმი არის მაგრამ აი ზუსტად ეგ სცენა დამიდგა რა ეხა თვალწინ შერო თქვი რაღაც მზის სათვალეები თმები რო ეწეწებათ კარში არა ნუ ხო არაფერი არ იყო სხვა იყო და კიდევ კარგი რო შეიცვალა რა და ცოტა ჩვენს უსაფრთხოებაზე დავიწყეთ ზრუნვა ну დღესაც კი იჭირს ხოლმე რაღაც თემაში იმიტომ რომ ბევრს ვხედავ დღესაც ქუჩაში რომ ჩაფხუტი აფარიათ რავი აი ისეთი რომ გაგივარდეს ალბათ დაიფშხნება აქიდანვე ადგილზევე და ხო ამ ხრივ იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო განვითარდება ეს ყველაფერი და ჩვენ შეგნებაში დავა ის რომ ჯობია რაღაც გადაიხადო
ცოტათი მეტი და თავი იგრძნო უსაფრთხოდ, ვიდრე რაღაც ჩინურშიც რა თქმა უნდა არის სხვაობები, მაგრამ დაბალი ხარისხის ჩაფხუტიან ეკიპირება გეცვას და გეფაროს რა. ზუსტად ამ ცნობადობის, უფრო მეტ პოპულარიზაციაზეც, რა ვიცი, პირადად ჩვენც ძალიან ბევრი გვიმუშავია რა და არა იმიტომ რომ რაღაც კომერციული მიმართულებით, უბრალოდ ხალხმა რომ გაიგოს რა არის მნიშვნელოვანი, რა არის სპეციფიკა, რა უნდა შეარჩიოს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება რა, სხვადასხვა მიმართულებიდან გამომდინარე ხო სხვადასხვა ტიპის ჩაფხუტი გჭირდება რა თქმა უნდა. აი მაგ მხრივაც ინფორმაციის ნაკლებობა არის ხოლმე ხშირად ხო, მაგრამ იმ წლებში რა წლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ რა. დაახლოებით 15 წლის წინ დაუბრუნდეთ. აი საერთოდ საბაზისო ცოდნაც არ იყო, მოტოზეც ძალიან ცოტა იჯდა და ეგეთი. ხო, R6-ის ტარება შეიძლება გასწავლოს ადამიანმა, ვინც ატარებდა იჟის. ისეთი პერიოდი არა. თვით სწავლი იყო თითქმის ყველა რა. არც არავინ არ იყო ვისაც უნდა მიმემართო რომ მასწავლე ან სკოლა ან რაღაცა. იამაჰაც როსის გამოიყიდე? არა, მან იცი რა იყო, თანხობრივად რა მომივიდა და უფრო მაგას ვაქცევდი ყურადღებას და რა თქმა უნდა ბრენდსაც რა, თორე მოკლედ რა და ეგ სამწუხაროდ ეგ მოტოციკლეტი ჩამომივიდა დაზიანებული. არ შემერგო, გავყიდე ნახევარფასში, მე რაღაც დავამატე და მე პირველი მოტო იყო ჩემი Suzuki SV 650, რაზეც ვისწავლე. ტარება წელიწად ნახევარი მყავდა, წელიწად ნახევარი მყავდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავი რა. თან მაშინ ახალი იყო, 2 წლის მოტო იყო ჩემთვის, ძალიან მაგარი იყო რა და იმ პერიოდიდან რაღაც აი სადამდე მინდა მივიდე ისე რომ აი არაფერი რომ არ იყო საქართველოში და უცებ რაღაც გადაწყვიტეთ რომ თქვენ მაგას მოგიყვებით ხო კი იგეც დაუგეგმავი იყო ეს ყველაფერი მე მოტოზე ვიჯექი მეორე თანამდამფუძნებელს კი იცნობ ძალიან კარგად გიორგის გიორგისაც მოწონდა ეს სპორტი და ჩვენ ოჯახის წევრები ვართ. შევხვდით ერთად, იმანაც შეიძინა მოტოციკლეტი და ერთად დავდიოდით. თუმცა, არანაირი ეკიპირება რო არ არსებობდა, გიორგის ვთხოვე ერთხელ რომ eBay-დან ქურთუკი გამომაწერინა, პირველი Alpine-Star-ის რაღაც ძალიან მიყვარდა ის ქურთუკი. რაღაც ესეთი აქსესუარები თვითონაც ანალოგიურად იწერდა, ვეძებდით YouTube იმაზე რა ქვია ბოდიში. ამ eBay-ზე ამ ყველაფერს აი ერთ დღეს აი საერთოდ რო არაფერს არ ველოდებოდი მირეკავს და მეუბნება რომ შენ რას ფიქრობ ხო Alpine-Stars რომ მივწეროთო რა და გავყიდოთო რა არ არისო ხო ელემენტარული რაღაცები არ ეშოვებაო რა საქართველოსშიო და დავიწყოთო და მეთქი რატომაც არა აი ზუსტად 5 წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი ტელეფონზე მეორე დღეს აი ძალიან მარტივად ინტერნეტში როგორც ისერჩება Alpine-Star-ის იმეილი ის ამოვიღეთ დიდი ტექსტი გავამზადეთ გავაგზავნეთ და ძალიან გაგვიკვირდა რომ ეგრევე გვიპასუხეს და ერთი პიროვნება იყო კარგად მახსოვს სახელი და გვარიც მაგისი ეხლა მეორე ჩვენ ბრენდში არის რაღაც რეგიონის წარმომადგენლად ამ სილვიო მოგწერა რომ სიამოვნებითო კი ბატონო გაძლევთ ყველაფერს ავტოსაცო მოტოს ველოსიპედშიც შემოვალთო და ასე შემდეგ უბრალოდ თვეში არა წელიწადშიო უნდა ჩადოთო დაახლოებით რაღაც 80,000 ევრო ჩვენ კარგი ხვალ გადმოგირეკავთ რაღაც ეგეთი ის იყო რა ქვია კომუნიკაცია მაგრამ ამითი არ გავჩერდით გიორგი მთქვა რომ არისო რაღაცა ბრენდებიო აი რაღაც ეხა დღეს ჩვენ რა სტილის მაღაზიაც ვართ ეგეთი ერთ-ერთი დიდი ევროპაში ერთ-ერთი დიდი ქსელური მაღაზიაა არ ვიცი ლუისი თუ არა ლუისი დღესაც მაგათთან გვაქვს რაღაც გარკვეული ურთიერთობა მოდი ამათთან ყველაფერი არისო ესენი არ მოგთხოვენ ამასთან წადოთ დაუკავშირდით ამა თქვა რა თქმა უნდა კიო და ძალიან აი რო გითხრა არ ვიცი 20 თუ 22,000 ევრო იყო სრული დადებული ინვესტიცია ამ იმაში საქმეში ჩვენი მხრიდან თავის ტრანსპორტირებით ყველაფრით ის მაღაზიის ფოტოც რა ვიცი მე განახებ ძალიან სასაცილო არის იმ ხრივ რომ აი მთელი სტოკი რაც ჩამოვიტანეთ ყველაფერი სტენდზე ქონდა გაშლილი და იმ დონეზე ქონდა რომ ადგილებსაც ვერ ვავსებდით და აი რა სპრეებს და ყველაფერს
ვდებდით რა და აი ხალხის ცნობადობაც არ იყო. მაღაზია საერთოდ არ იყო რა. და აი დავიწყეთ აი ამითი რა, რომ აი მივდიოდით ყველა მოტო მოყვარულთან, ეუბნებოდით რომ აი გაიხსნა ვართ, ესენი გვაქვს რაღაც ძალიან ელემენტარული რაღაცები ქონდა, ძალიან ბევრი არის გავლილი რა მას შემდეგ რა და მერე იყო რომ საჭიროება გვინდოდა რაღაც გარკვეული მეების საქონლის რო ქონოდა და ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ბრენდი უარს გვეუბნებოდა აი აალების ანთლები NGK-ის აალების ანთლები ჩამოქონდა Amazon-იდან ან eBay-ზე რაღაცებს ყიდულობდით KN-ის ფილტრებს აი თითო-თითოს ყველაფერს რა აი ესე სათითაოდ ონლაინ რაღაცა მაღაზიებიდან ვიწერდით იმიტომ რომ დიდი ბრენდები ყველა აი როგორც Alpine-სთან მაგვითხრა რომ აი ამდენიო ყველა რაღაც ესე გვეუბნებოდა და ნუ იმ პერიოდისთვის საერთოდ ნუ გარანტიაც არაფრის არ გენელი იყო რომ ანუ ამ ხელთ ახლა რო ჩაგედო რა ვიცი რამდენი წელიწადში დაგიბრუნდებოდა ვერც გაიაზრებდი მაგასთან და შესაბამისად ნელ-ნელა მევყვებოდი ძალიან ნაბიჯი წავიდა ეს განვითარებაც და ნუ ალბათ ბაზარსაც წავყევით და ბაზარიც წამოყვა რა მერე იყო პირველი გამოფენა იტალიაში EICMA-ზე და პირველი ბრენდები მაქედან წამოვიდა ოფიციალურად K&N-ი მაშინ გავიცანით და მას მერე დღემდე ოფიციალურად წარმოვადგენთ და ძალიან ვამაყობთ მაგ ბრენდით ისინი ძალიან ბევრჯერ დაგვედგნენ გვერდში ამ რაოდენობებზე და რაღაცებზე საერთოდ არ მოგვდევდა არიეტე და ასე შემდეგ ესე ნელ-ნელა წავედით მათ შორის Alpine-სთან სულ პერიოდულად ვეხმიანებოდით რომ მაინც კითხულობდით აზრი ხო არ შეიცვალე მხოლოდ 5000 евро წელიწადში და ასე შემდეგ და ნუ ბოლოს რაღაცა ვაჭრობავდე ანუ მივედით ასე ვთქვათ რომ რაღაც ძალიან მიზერზე ჩამოვიდნენ თვითონაც და დავისახეთ გარკვეული გეგმა რომ პირველი წელი ეს მეორე წელი ეს და ნუ დღეს უკვე Alpine-სთან არ ვიცი რამდენი 8 წელია თანამშრომლობთ იმეს თქვენგან მაქვს გატანილი Alpine-იანი ეკიპირება ის ხალხიც ანუ ყავდა აქ სტუმრათაც ჩამოყვანილი ჩვენს ჩასულები ნუ ბევრჯერ გიორგი საერთოდ მაგათ ქარხანაშია ნამყოფი ოფიციალურ რაღაც სერტიფიცირება და ტრეინინგები აქვს გავლილი რაღაც კონკრეტული მიმართულებით კომპანიას გვჭირდებოდა ეგენი და აი ესე და დღეს აი ამ პერიოდის მანძილზე 45 საერთაშორისო და წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები ვართ რა. აი ესე ვითომ თამაშით და ჰობით მოვედით აქამდე. როდესაც ანუ თავიდანვე კი ხედვა ქონდა რა თქმა უნდა განვითარდეს და ასე შემდეგ ეს ბრენდი და კომპანია. მაგრამ ნუ აი ესეთ მასშტაბებზე რო გავიდო და ნამდვილად არ წარმომედგინა რა. და ნუ აი როგორც კი იზრდებოდა მეტი мотиваციაც ქონდა ანუ ეს რო ხედავ ეს ყველაფერი იზრდება მოთხოვნა არის სიამოვნებასაც იღებ მე უკვე მაგ ყველაფრისგან რაღაც შექმენი რა ხო მაგრამ აი რა იყო იცი ჩვენ თავდაპირველად ანუ შეიძლებოდა რა იმ პერიოდში მოთხოვნა რაც იყო ძალიან ცუდი იაფიანი ჩინური პროდუქცია იყიდებოდა და ჩვენ ეგ არასდროს არ ქონდა და შედარებით უფრო ძვირი იყო და ყოველთვის ჩვენ ძვირიან პროდუქციას ვაქცევდით, იმიტომ რომ ხარისხიანია. და ბევრჯერ იყო რომ მეც და გიორგიც აი პირადად როგორც კონსულტანტებიც ესე ვიყავით და თვითოულ მომხმარებელს ანუ ბოლომდე გულდასმით უხსნიდით რა და როგორ არის და ძალიან ბევრი იყო ისეთი რომ ვეუბნებოდით იმიტომ კი არა რომ შენ უნდა რომ მივყიდოთ პროდუქტი არა რომ აი რა არის რისთვის არის საჭირო და ნუ შენ გადაწყვეტე მე ბოლოს უკვე არჩევანიც იყო შენ გრებას იქაც მიდინახე სხვაგან აქაც ნახე იმიტომ რომ მე აქ ვერ დაგაძალებ რა მე ჩემთვის არის ინტერესი რომ ცნობადობა გაზრდილიყო და ხალხს ეფიქრა უსაფრთხოებაზე მე წამოვიდა ის ტენდენცია რომ ხალხის დიდი რაოდენობა შემოდიოდა უკვე ჩამხუტების საყიდლად წამოვიდა მე მოთხოვნა ხელთათმაზე და დღეს ანუ აი დამწყები ბაიკერი რომ მოდის თითქმის ყველა უკვე ინფორმაცია მიღებული აქვს იმიტომ კი არა რაღაც ჩვენით ამ ეტაპზე კი ჩვენ რაღაც ძალიან დიდი საბაზისო გაკეთებული გქონდა მაგისთვის მაგრამ უკვე ეს მომავალი თაობაც კიდე ვინც ჯდება ხო უყურებს ამათ
არსებულ ბაიკერებს რა აცვიათ, როგორ დადიან, ასე შემდეგ, ახლა ინფორმაციის წვდომაც ძალიან ბევრი არის, ხო? სხვა ვებგვერდებზე ასე შემდეგ. იციან რა უნდათ. და იციან რომ ეს კონკრეტული ბრენდი რისთვის არის, ასე შემდეგ. და იქ ძალიან מחარებს რა, ეგრე რო აი შენ რაც ახსენე რა, რომ უმეტესობა მაინც ჩინურს და იაფინანს ისჩოდა და ბაზარი მოითხოვდა ალბათ მაგას და კიდეც მანდ ალბათ აი მეც რო სადღაც დავფიქრებული ვარ, აი მე რომ მსგავს თემაში ყოფილიყავი, ალბათ მეც ისე მოიქცეოდი როგორც თქვენ მოიქცეთ და მგონია რომ მანდ გადის ზღვარი რას და რას შორის. ის ჩემი პირადი აზრი არის. მე გავყიდი ჩინურს და გავყიდი ბევრს და კი ნახავ აქედან შემოსავალს თუ აი მოდი მე შემოვიტან რაღაცა პრემიუმ ბრენდს რომელიც ხარისხიანია, უსაფრთხოა, მაგრამ აი ძვირი ღირს და აი რო არ იყიდონ რა რაღაც ეს ფიქრი გააქვს, მაგრამ აი სიყვარულთან მაინც მიდის, იმიტომ რომ ეს სფერო როცა გიყვარს, სტუნებაც იყო რა, რომ აი ხო არ ვცადოთ, იმიტომ რომ ანუ იაფია და ფომეტი მაგრამ არა, მაინც იყო რომ არა, ჩვენი მიზანი არის ხარისხი და ნუ იმას, რასაც ადამიანი შეიძენს, არის გარანტირებულად მაღალი ხარისხის რა, იმიტომ რომ სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ჯანმრთელობაზე რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. ხო, ეგა ყველაზე ძვირფასი რაც გაგვაჩნია, ასე რომ რავი, აი მართლა არაფრად არ ღირს და ძალიან დიდი მადლობა რომ მაგზას გაუყევით. და არა რაღაც უბრალოდ ბიზნესის მხრივ რა. არა, ჩვენ მანამდეც არაერთი გარკვეული ვიდეოებიც გვაქვს ჩაწერილი კი დიდად ჩვენ ხე YouTube-ს არ როგორ ვთქვა არ ვაკეთებდით რა, მაგრამ რაღაც გარკვეული ვიდეოები მაგ მიმართულებით ცნობა რატო უნდა დაიხუროს ადამიანი არანაირი ბრენდის ხაზგასმით, ან არანაირი რო აქ იყიდება და ასე შემდეგ. საერთოდ იყო რომ რატო უნდა ჩაიცვა, ან რატო უნდა დაიხურო. ანუ აი ეგეთი ვიდეოებიც ბევრი გვაქვს გაკეთებული და ნუ სულ ცოტა ხნის წინ არ ვიცი ნახე თუ არა. ლადოს ძალიან დიდი მადლობა ლადოს motovlogs აი ძალიან მაგარი. არა, მეც თამამად კომენტარი დაუწერე მე ლადოს მან. ნახე და რომ მეთქი არა ის ჩავხუჩი თავს ჩავდები და მანქანით გადაუარეთ. მეთქი არა მაქვს პრობლემა. ხო და არა, აი ესეთი არა სტანდარტული, არა ორდინალური ტესტები გააკეთა, საკმაოდ ესეთი ბრუტალური, აი ზუსტად ბრუტალური, აი და ნუ აი ნათლად გამოაჩინა იაფიანი უხარისხო ჩაფხუტის სავალალო მხარეები რა. და ჩვენც პირველ რიგში მადლობა ბრენდებს, იმ ბრენდებმაც გაგვიწიეს ჩვენ პირველ რიგში გადავწყვიტეთ რომ ეს ყველაზე პრემიუმ ხარისხის ბრენდებიც და საშუალო ფასიანებიც მათ შორის იმას ვქენით, გავწირეთ ამ ყველაფრისთვის. მაგრამ შედეგიც ვნახეთ როგორი ქონდა და ეს ყველაფერი მაგას ემსახურებოდა და არა იმიტომ ან მოკლედ ცნობადობისთვის და ადამიანმა რომ გაიაზროს რისთვის არის უსაფრთხოება. ხო, აი თქვენ გითქვით რომ YouTube-ს ჩვენ არ ვაკეთებთო. მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდი აქტიურად ხართ მაინც ჩართულები, ქართული ეს მოტოარხები რაც არის YouTube-ზე, მათთან თანამშრომლობით, ოღონდ ამ თანამშრომლობასაც რავი ჩვენ მომაყურებელმა ძალიან კარგად იცის, ჩვენთანაც იყო გადაკვეთა და ის რაც აღნიშნე და ხაზი გაუსვი რომ ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ იმის ხაზგასმას რომ აი მოდი აქ იყიდე და ეს ძალიან დასაფასებელია და ყველა ვიდეოში ვისთანაც კი გითანამშრომლობთ ეს ჩანს რა. იმიტომ რომ ჩვენთანაც ჩვენ პირადად ძალიან თავისუფალი ანუ ის ქონდა რა ვქია ანუ თავისუფლება მოგვიცით მაგ ხრივაც მიუხედავად თანამშრომლებისა კი არიან კომპანიები რომ აი მე მინდა რომ ეს და ეს თქვა და ეს თქვა და თქვენთან ეგ არისო და ძალიან დასაფასებელია იმიტომ რომ მეც ყოველთვის მირჩევნია რომ რაღაცაზე კონკრეტულ აი მოტოციკლეტია თუ ჩაფხუტია თუ ეკიპირება რასაც ვფიქრობ როგორიც არის რეალურად ის ვილაპარაკო რა და არ მიყვარს არც მე რომ აი იცი რა აი ამას ეს აქ და აი ამაზე გავამახვილო ყურადღება და აი მინუსი რაც აქ მოდი რა არ თქვა და კარგია და მართლა ეტყობა ამ ყველაფერს რომ ეს არის საქმე რომელიც დაიწყეთ ამ სფეროს სიყვარულის გამო და არა და ენთუზიაზმით დაიწყეთ აი თავიდან ბოლომდე ენთუზიაზმი იყო რა იმიტომ რომ ანუ პირველი წლები საერთოდ შემოსავალზეც არ გვიფიქრია რა რომ ეს უნდა პირიქით დავვიხარჯოთ იმისთვის რომ ეს სფერო განვითარდეს რა და ნუ მე უკვე წლების მერე თავიდან მარტო ეკიპირება ქონდა კი იცი ალბათ და
დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი იტალიური კონცერნის და ოჯახის წევრები ვართ საქართველოში, რომელიც არის Vespa, Piaggio, Moto Guzzi და Aprilia, ეს ერთი ოჯახი ჩავშალოთ. რა როგორ რანაირად საერთოდ როგორ მოხდა Piaggio-სთან აი ამ ეგ ძალიან ისეთი დამყარება. ანუ გეტყვი მოგლეთ რაც პიტსტოპი დაარსდა, მალევე დავიწყეთ ხარისხიანი, ანუ ესეთი ორბორბლიანი ტრანსპორტის ძებნა. ჩვენ ვცადეთ მათ შორის ჰანოი იყო ეს ჩინური ბრენდი შემოვიყვანეთ თავიდან და საკმაოდ ისეთი კარგი პროდუქტი გაგმონდა, მაგრამ ანუ Piaggio-სთან ურთიერთობას მაინც სულ ვცდილობდით, ალბათ 2018-დან პირველი კომუნიკაცია გავაკეთეთ რა. მაშინ როცა მაინც პატარები ვიყავით რა, დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით ალბათ ორჯერ პატარა ან კიდევ უფრო პატარაც და საერთაშორის აი როგორც ალპაინისტარმა ესე მეორე დღესვე დაგვიკავშირდნენ და ძალიან ესეთი მაღალი თანამდებობის პირები დაგვიკავშირდნენ ორი ადამიანი, ერთ-ერთი საერთოდ Piaggio-s ბორდის წევრი იყო, ის კაცი დღეს პენსიაზე გავიდა, მაგრამ დღესაც გვაქვს ურთიერთობა, ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეგ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენთან ამ ურთიერთობას ამყარებდა. და რა თქმა უნდა, პირველი ეგ გითხეს, რომ კაი, საქართველოს ძალიან კარგია და ძალიან პატარები რო ხართ ვიცით და ეხლა რო იწყებთ ეგეც ვიცით, მაგრამ ნუ რაღაცა გეგმა უნდა დადოთო. ის გეგმა რო დავდეთ, აი 2018-ში, ოღონდ ჩვენთვის იყო, აი მე და გიორგისთვის ეგ რო აი მაგრა დავიხარჯეთ რა. ხო და მაქსიმალურად გაწევთ. და ამ კაცმა მოკლედ მეილი მოგწერა, რომ არაო რა. კაიო, მაშინ რაღაც წლები გვჭირდებაო კიდევ რა, უნდა ანუ ბაზარი არ აინტერესებდათ და ნუ მაგრამ გვეწყინა რომ რატო. და ნუ მეილი მოდი შეხვედრა, რაღაცა ონლაინ შეხვედრა ჩავნიშნეთ. და იმან მარტივად არანაირი პირადული რაღაცაო რომ ანუ არ გვაინტერესო, პირიქით გვინდაო, მართლა გვინდაო ვითანამშრომლოთო. თუმცაო ის არის ეხაო თქვენ რა რაოდენობასაც გვეუბნებითო იმაში ჩვენ რა მოგებაც უნდა ვნახოთ მარტო თქვენთან კონტრაქტის გაფორმებაზე იურისტების ხელფასს არ დაფარავს რა და ანუ რაზე გველაპარაკებიო რა საერთოდ და ნუ კარგი მაგრამ ჩვენ მაინც მუდმივ კონტაქტზე ვიყავით არ უკარგავდით მაინც მოკითხვის ამბავში რომ არ როგორ თქვა გაგვემაზა ეს ურთიერთობა და ზუსტად საჩვენოთ გავიგეთ რომ ტენდერი ცხადდებოდა იმის რა ქვია სასტრაფოების სამბორბლიანი Piaggio-ების რა 2000 მოგდ დაახლოებით 5-6 წლის წინ ამათ მივწერეთ რომ ესეთი პოტენციურად რაღაცა შეიძლება იყოს და ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ არ გვაქვს ეს ოფიციალური ურთიერთობა და ხო ვითანამშრომლებთ და კიო შეგვპირდნენ და ისიც სიტყვიერი პირობა იყო, ანუ აქ არანაირი ვალდებულება არ ქონდა, ხო რა და იქ მაგისთვისაც ან იმ ორ ადამიანს ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას უხდი, როცა ვნახულობ კიდევაც რა და შეგვპირდნენ და შეიასრულეს, რომ კიო და მაშინ გაგვაფორმეს ეს რაღაც საჩქარო წესით რაღაც ოფიციალურ ტრეიდერებად და მოგცეს უფლება, რომ შეგვესყიდა გარკვეული სტოკიც, მაგრამ დაგვარიგეს თავიდან ბოლომდე რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. და ძალიან ცუდი პერიოდი ემთხოვოდა, ის ჩამოგდიოდა ახალი წლის პერიოდში, როცა იქ საშობა ვარდადაგებია, ვერავინ ვერ გამოვიდოდა კომუნიკაციაზე. და ჩვენ ვთხოვეთ, რომ რამოდენიმე თვით ადრე ერთი სატესტოთ ვიყიდით, ჩამოვიყვანთ აქ და ავშლით ავაწყობთ თუ რამე კითხვები გვექნება დაგირეკავთ და ანუ ერთი ვიყიდეთ ეგრე და ის დანარჩენი ჩამოვიდა ახალ წელს რა და ძალიან წარმატებით ჩავაბარეთ ეს და თვითონ ბრენდიც ძალიან კმაყოფილი იყო. იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ორ საერთაშორისო ერთი სამედიცინო და ერთი რაღაც ორბორბლიანის მიმართულებით ონლაინ ჟურნალებში სტატიები გაუშვეს საქართველოზე და ანუ ამ ჩვენ პროექტზე. ანუ თვითონაც იმდენად ამაყობდნენ ამათი.
და ნუ მე უკვე აიწყო ამათან ურთიერთობა ოფიციალური ხელშეკრულება, ოფიციალური დისტრიბუტორები გავხდით, წვდომა სხვადასხვა პლატფორმებზე მათი სერვისი გავხსენით ასე შემდეგ და ნუ ესეც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა რა და ჩვენთვის მოკლედ ეს ბრენდი ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანია, რადგან თან პროდუქტებიც ისეთი აქვს. სკუტერებში, მოპედებში, აი, ნუ Vespa უმაგრესია და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. Vespa მაგ განხრით მოტოციკლეტებში აპრილია ძალიან მაგარია. ხო, აპრილია სხვათა შორის MotoGP-შიც, რა ვიცი, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გუნდი ყავს. კარგი გუნდი ყავს, კი. და ანუ და მე მგონი კიდე განვითარდებია. იტალიაა რა, ანუ მე აი ეგ მიყვარს რა. არის იაპონური მოტოციკლეტები, კი, მარტივი რაღაც ისეთი, მაგრამ აქეთ არის კიდე ევროპული მოტოციკლეტები და ევროპულებს ეს იტალიური. ნუ მე ვერ დავაკეთებ იაპონურებს, რა თქმა უნდა, იაპონურებით დავიწყე ყველაფერი და იაპონურებით ძალიან მიყვარს, მაგრამ რა თქმა უნდა, ევროპული მოტოები მაინც უფრო, აი, მანქანებშიც ეგრეა, ხო, ევროპული მანქანები ბევრად უფრო დახვეწილი, ნამუშევარი არის რა, აი, ყველაფერზე თითოეულ დეტალზე, ნუ ეხლა შედარებით უფრო ძვირიც არის, უფრო ძვირიც არის. გუციზე აღარ მაქვს ლაპარაკი საერთოდ. ეს ბრენდი ჩვენთან რატო არ არის პოპულარული, საერთოდ არ მესმის, ვერ ვიგებ. იმიტომ რომ აი რა გუცი ძალიან სახასიათო მოტო არის, ძალიან სახასიათოა და ამას ანუ ხო, ალბათ უფრო მეტი აი რასაც ჩაფხუტებზე ვიხარჯებოდით, ალბათ მსგავსი ანუ ინფორმაციების გავრცელებაა საჭირო, რა არის MotoGP, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს რა. ანუ ეს არ არის რაღაც გუშინდელი მეტს ითulis უკვე. კი, არის და ძალიან წარმატებული ბრენდი არის, შეჯიბრებებში, მსოფლიო ეტაპებზე, ასე შემოყოლ, მე ძალიან ძველ პერიოდებს გეუბნები, სადაც ნუ ხო, ჯერ კიდევ რაღაც ესეთი სტილით კი. დარბოდნენ. ხო, თვითონ ამის შექმნის ისტორიაც ჩემთვის ძალიან ისეთი რა, სახასიათოა, აი, მამაკაცურია რა, რაღაც სამხედროებმა პილოტებმა ესე მეგობრები ადგნენ და არსეს გააკეთეს და ყველაზე მეტად მე რაც მიყვარს ამ მოტოციკლეთში არის ის, რომ წარმოება რაღაც ჩინეთში, ინდოეთში არაა გადატანილი, დღემდე იქ სადაც დაიწყეს კომოსტვაზე, იქვე იმ ქარხანაში იწყო და წელს ჰქონდათ გახსნეს ახალი ანუ რეაბილიტაცია გაუკეთეს იმ ქარხანას. და დიდი გახსნა ჰქონდათ და პრეზენტაცია და ასე შემდეგ. ხო, რაღაც ვიდეოები შემხვდა, რაღაც ეს წითელი ჭიშკარი ისე წითლად რომ დატოვე და ის ისტორიული არის, მაგ წითელ ჭიშკარს ხელს არ კიდევ, როგორც იგივე პონტედერაში Vespa-ს ქარხანაში პირველი ოფისის ლურჯი ჭიშკარი არის, ისიც ლურჯად რჩება. ხო და ასე შემდეგ. Vespa-ს დღემდე იტალიაში, ეს ევროპული Vespa-რაცა, იტალიაში Vespa-ს მე მგონი რაღაც მაკეტი. საკმაოდ საერთოდ შორს იყო ორბორბლიანი ბიზნესიდან თუ იცი. Vespa? ხო. აი არ ვიცი. Vespa-ს დამფუძნებლები თავდაპირველად აწარმოებდნენ სამხედრო თვითმფრინავისთვის მე კონსტრუქციას რა, ანუ ამზადებენ კონსტრუქციას და მატარებლებს აკეთებდნენ. ანუ მაგას აწარმოებდნენ თვითონ პონტედერა ძალიან ახლოს არის დასავლეთ იტალიის სანაპიროსთან. სადაც ანუ იქ ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, სადაც თვითმფრინავებს მე ანუ აწყობდნენ, ეს დეტალებს ამზადებდა, თუნუქს და ასე შემდეგ. მიდიოდა ამის აწყობა და ნუ იქ მეორე მსოფლიო ომის დროს ანუ ამ სამხედრო მომარაგებაში იყვნენ ჩართულები და ну მე მათი ისტორიაც ესე წამოვიდა რომ გერმანელებს ყავდათ რაღაც მსგავსი ორბორბლიანი მოპედი, ოღონდ მოპედიც არ ერქვა რაღაც იყო და ამათმაც გადაწყვიტეს რომ გაეკეთებინათ და ну მე მოდის მაკედანო პირველი Vespa გაკეთდა, დამზადდა სახელი აღარ მახსოვს, ეგ უნდა გავიხსენო რა. 150-იანი იყო მე მგონი პირველი თუ რაღაცა. რავი, არის სახელი იყო ძალიან უცნაური და ჩვენ მუზეუმშიც ვართ მე ქარხანაში ვიყავით და ეს თვითონ მოდელი ძალიან უცნაური არის. განახებ მაგის ფოტოებს. Vespa-ს ვიზუალიც ისეთია რა, სახასიათო არის. რაღაცნაირად თითქოს ინარჩუნებენ. ხო და ნუ მოკლედ Vespa როგორ რაღაცა იცი ანუ ქუჩაში გამლელიც რო გააჩერო და სკუტერზე რო დაუწყო სიარული, აი დარწმუნებული ვარ რომ 10 ადამიანიდან 900 მაინც აი გონებაში რო წარმოიდგენ რა, სკუტერის ხსენებისას წარმოუდგენელი აქვს Vespa-ს ვიზუალი.
მე ვესპას ვიდეო რო დავდე ჩვენს არხზე. მაშინ რაღაცნაირი ცოტა უცნაური გამოხმაურება მოყვა რა. რომ იმ ხრივ რომ აი მოდი რა ძმა კურიერებს კითხეობა ვესპა და ვინ შეგიქებს და აი დიო და today და რაღაც მსგავს კომენტარები იყო. ეგ ეხა მესმის. მაგრამ ხო არ საერთოდ სხვადასხვა რაღაცა არის და ამის თქმა მინდა უბრალოდ რა რომ მეც ჩემთვისაც დღეს რომ მკითხო რა ვესპა არის საუკეთესო სკუტერი ჩემთვის. იმიტომ რომ აი მიყვარს ვიზუალი, ისტორია, ის როგორ არის ნამუშევარი მის სახელზე და იმიჯზე ზოგადად და რავი აი რომელი ფილმი გინდა თანამედროვე გინძველი ჩართავ ვესპა. ეხლა რა გამახსენდა იცი ანუ ხო ზუსტად ეგ პრემიუმს წარმოადგენს მაგიტომაც ეგრე არის და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ყველა სხვადასხვა დანიშნულებისთვის ჭირდება ხო მოპედი და ეხლა იმ ადამიანს ვინც ყოველდღურად მუშაობს შემდეგ უფრო ბიუჯეტურს ეძებს და მისი მოვლა სერვისიც რო უფრო იაფია ასე შემდეგ ანუ ბევრ სხვადასხვა მოთხოვნილებებიდან გამომდინარე და აი ზუსტად აი ადრე პირველი შოის ჩაფხუტე რო ჩამოვიტანეთ და ნუ ფასი ვთქვით რა იყო ეგ Facebook-ზე როგორი რაღაც ჯგუფიც იყო აღარ მახსოვს თაგავდნენ ჯგუფი ტოპ კომენტარები თუ რაღაცა და ნუ აი როგორ კომენტარებს გვიწერდნენ იცი რომ ნუ აი ბოლოს უკვე ყველა ეგეთი ახალი ძვირიანი პროდუქტის დადებისას ვემზადებოდით რომ გვეღადავა იმიტომ რომ რაღაც ყავას გიდუღებს და რაღაც ეს ნუ აი რა კომენტარები იყო ნუ ძალიან შოიზე წელს ეკმაზე რო ვიყავი იქ ვნახე კიდე რა ახალი მოდელი რო გამოუშვეს ეკრანი ეგ გვექნება ხო და მაგასაც დიდი გამოხმეურება მოყვა ჩვენ გვერდზე რა რომ რაღაც აი ფასი და მეთქი ჯერ მოიცადეთ სოფლიო მიმართულებით ძალიან დიდი გამოხმეურება აქვს უკვე გამოვიდა ნელ-ნელა Excel-ში მომარაგებას დაიწყებენ წესით აი გაზაფხულის მეორე ნახევარში ალბათ უკვე დაიწყება Excel-ში გაშვება ჩვენც იგივენაირად მივიღებთ ძალიან მაინტერესებს მე გავტესტე ხო ნუ ეგრე ხო იმაზე და რა ვიცი აი იმ ნაბიჯის რო პირველი ასეთი არ შემხვედრია პირველია ჩაფხუტებში პირველი არის არ შემხვედრია ნუ ალბათ მომავალი უკვე უხედავთ სად მივდივართ ახლა როგორც ტონი სტარკი და განვითარება როგორც მიდის ზოგადად ტექნიკის ალბათ ნუ ჩაფხუტებშიც ეგრე იქნება და შოი პირველი ინიციატორია ეგეთი რაღაცის ხო აი შოიც შემოიყვანეთ ოფიციალურ წარმომადგენელი ხართ მარკეს საფარია თავზე შოი მეც სიამოვნებით აი მარკე ანუ ზოგადად მარკესი არის ჩემთვის ახლა აი შენ შეიძლება როსი იყო იმიტომ რომ იმ პერიოდში რაღაც როსი შეიძლება ძალიან როგორც როსის ფას ორივე ძალიან მაგარი მძღოლები არიან ჩემთვის მარკესია ის სადღაც იქა აი სალკე საგიჟეთია როგორც ეგ ატარებს ხო წელს საერთოდ მარკესმა სასწაულები ჩაატარა იქ რა იქიდან სადაც გაჩერდა ტრაუმებიც მაგან გადაიტანა ხო ნუ წელს საოცარი იყო ეგეთი რაღაც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენც მივალთ რაღაც მსგავს დონემდე და წელს ბოლოს ანუ ისე გაიარა ნუ კი იცი ხო ბოლოს ჩვენმა აპრილიას მძღოლმა მოცელა და ტრაუმირებული რამოდენიმე ეხლა აღადგინა ეხა დაიწყო ვარჯიში თორე ანუ ის ბოლო ეტაპები ვერ გაიარა და აი სათანადო ქულები რო არ ქონოდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა კი არა ხო ზუსტად იყო ანუ ჩემპიონობა გაინაღდა და მე მგონი მეორე მაგის შემდეგ ბოლოზე დადიოდა ხელშეხვეული ჩვენმა აპრილიას მძღოლმა ხო და აი ჩვენც გვინდა რომ იქამდე მივიდეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეც მოვესწრები იმ პერიოდს რომ რაღაც აი მოტოსპორტი განვითარდეს იმ დონეზე აი სიტყვაზე 5 წლის წინ როგორც ავტოსპორტი იყო საქართველოში არ იყო ისეთი განვითარებული წელს რაღაც ხედავთ რომ ძალიან დიდი წინსვლა არის ვიდრე რაღაც 5 და 10 წლის წინ მაგალითად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოტოებშიც ესე იქნება და მინდა კითხო აი პიტ სტოპს რა როლი დაწვრილი შეაქვს აი ამ ყველაფერში ქართული ამ მოტო სფეროს განვითარებაში და მოტოსპორტის ზოგადად, იმიტომ რომ ხშირად როცა რბოლებზე ამოვდივართ, ხედავთ ხოლმე იქ თქვენს ბანერებს. კი, ანუ 2016-ში საერთოდ პირველად მაშინ სხვადასხვა ორგანიზებაში ძალიან მაგრად დაგვეხმარა და გორჩი დაგვიდგა მევლუდ მელაძე. ეს
მოვიდა მინდა გიოსთან, ანუ ჩვენ სულ ვთქვით რომ გვინდა ჩავატაროთ და დაგვეხმარა ანუ არა ბრიტერებიც ყავდა ეს მედროშეები ასე შემდეგ რაციებით ანუ დაგვეხმარა დაგვარიგა როგორ უნდა გაგვაკეთებინა მაგრამ გითხრა რომ აი ესე უნდა გაკეთდეს ესე უნდა გააკეთოთ და ნუ დანარჩენში მე ამ ხალხს დაგეხმარებით რომ თქვენ გვერდზე იყვნენ და მართლა ეგრექნა ეგ პირველი შეჯიბრი ანუ მანამდეც იყო რაღაცა მოტო ჯგუფი იყო ისინი ატარებდნენ და მე ეს ჯგუფი სამწუხაროდ რაღაც დაიშალა რაღაც ვარდნა იყო ამ სფეროში და ჩვენ ეს პირველი შეჯიბრი გავაკეთეთ წელი არ მახსოვს ხო რომელი წელი იყო ძალიან ბევრი სპონსორები მოვიძიეთ აი მართლა ყველა საპრიზო ადგილზე ძალიან მაგარი ისეთი ჯილდოები იყო და ძალიან კარგად ჩაიარა მაგ ეტაპმა. მას მერე ნუ დიდი შრომა ჭირდებოდა ამ ყველაფერს რომ ვნახეთ, ცალკე საერთოდ დროის დათმობა. წელს კი იცი უკვე ანუ ჩვენ ბაზარზე არსებული რამოდენიმე მოტოსფეროს წარმომადგენლები და ჩვენ თითქმის არა ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ყველასთან მეგობრობთ. შევიკარით და თქვით რომ მოდი დავაარსოთ მოტო ფედერაცია. მთავარი სულის ჩამდგმელი ვინც ბოლომდე ანუ არ მოეშვა და იბრძოლა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო გიორგია რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ ძალიან დიდი წვლილი აქვს, ძალიან ბევრ პიროვნებას ახლა არ ჩამოთვლი, მაგრამ ანუ მართლა ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დღესაც ჩართულები არიან ძალიან აქტიურად ის ხალხი ფედერაციაში დაარსდა მოტო ფედერაცია. რის საფუძველზეც ნუ ეხა დეტალები კი იცი. გარკვეული მიღწევების საფუძველზე და ანუ შრომის ხარჯზე რომ აი ეს სფერო განვითარდეს და აქ არ ექცევა იმისთვის რომ კომერცია საერთოდ არ არის, აქ არის ის რომ როგორ უნდა განვითარდეს სკოლების ამბავი ტრენერების განვითარების ამბავი, შეჯიბრები, როგორ უნდა ჩატარდეს ასე შემდეგ ამას ეთმობოდა და ნუ ბოლოს ოფიციალური აღიარება მივიღეთ FIM-ისგან. ხო, FIM-დან საქართველოს გახდა პირველად სოფლიო მოტო ფედერაციის წევრი და ნუ ანუ მეც ერთ-ერთი წევრი ვარ ფედერაციის მაგრამ თითქმის აქტიურად ჩართული არ ვარ ამაში სხვა ხალხია ჩართული და საკმაოდ ის გულდასმით და ძალიან დიდ შრომას წევენ რა ძალიან დასაფასებელია როგორც ბრენდი ჩვენი პიტსტოპ მოტო საკმაოდ აქტიურად უდგას ფედერაციას გვერდში როგორც სპონსორი ნუ რაიმე საჭიროება თუ არის თუნდაც ღონისძიებაში ჩართვა როგორც სპონსორი ან არ ვიცი ძალიან ბევრ რაღაცაში რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ჩართული ვართ. არა იმიტომ რომ კომერციული მხრივ ჩვენთვის საინტერესოა, აქ უბრალოდ რომ ფედერაცია ისე დაარსდა რომ ფინანსები და ფინანსური სახსრები თითქმის ნოლი, ანუ არაფერი არ იყო ნოლიდან და რაღაც სახსრები ხო ჭირდებოდა ინვესტიცია იყო საჭირო შესაბამისად გვერდში დგომა იქ იყო არა მარტო ჩვენი რამოდენიმე სხვადასხვა ბრენდისაც, მაგრამ ჩვენ აქტიურად უდგავართ აი ამ ზუსტად ამ ღონისძიებებს. დღეს FIM ოფიციალურად ძალიან ბევრ რაღაცაში ეხმარება ფედერაციას, ფედერაციის ეგიდით უკვე წლის კალენდრები დგება, საკმაოდ კარგი შეჯიბრებები ტარდება, როგორც ტრეკზე, ასევე ენდუროზე, ასევე ჯიმხანაზე, რაც ძალიან ხელს უწყობს ზუსტად ქალაქში სკუტერების მანევრირებას და ასე შემდეგ ძალიან დიდი ტექნიკაა და ძალიან მნიშვნელოვანია, საბაზისო დავარქვათ, როგორც კარტინგი არის მანქანაში, ხო, ფორმულაზე რო გადიან, ესეც რაც მანევრირების სკილი არის, ხო რა, თავიდან ბოლომდე სკილია. ეგ არის რა და ნუ ჩვენც რა თქმა უნდა ანუ არ ჩამორჩებით არც ერთ მათ ივენტს რო გვერდში არ ვედგეთ რა. ანუ აი პიტსტოპმა თავიდან დაიწყეთ რაღაც აი ეკიპირება შემოიტანეთ, აქ შეცვალეთ რაღაცები, ადამიანების შეგნებაში და გონებაში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ იმ დროს არ იყო მოდური რა ეს ეკიპირების ჩაცმა, ეს დაიწყეთ და იყავით პირველები, რაღაც დრო გავიდა, რაღაც შეიკრიბეთ ისევ ეს ხალხი, ისევ
პიტსტოპის ფესვებიდან დაიბადა ფედერაცია, ეს რაღაც განვითარდა კიდე ეს სპორტი და ხედავთ ვინც ვართ ჩართულები ამ სფეროში, რომ ნელ-ნელა წინ მიიწევს ეს სფერო და ყოველ წელს რაღაც ერთი ნაბიჯით უკეთესი ხდება ეს ყველაფერი და აი რა არის საომავლო გეგმა? აი რაღა შეიძლება ხო? აი მოტო მაღაზია ხარ. ძალიან ბევრი. ანუ სპორტის განვითარების მიმართულებით ხო? ანუ ჩვენ ეხა ანუ რას ემსახურება ხო? ეს საქმიანობა ემსახურება იმას, რომ მოტო არის ცდუნება რა, გაზი გაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც დიდი სიჩქარე განავითარო და ასე შემდეგ. ჩვენ ზუსტად ყოველას მაგას უხსნით, რომ თუ გინდა დიდი ადრენალინი შეიგრძნო, ასე შემდეგ და ისიამოვნო ამ ტრანსპორტით, მიდი დაცულ ტერიტორიაზე, რაც არის ტრეკი, საბედნიეროდ რუსთავში გვაქვს მსგავსი ავტოდრომი, სადაც მოტოციკლეთით მე პირადად ბევრჯერ მივლია და აი უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და ვისაც არ ქონია და ჯერ არ გამოუცდია, მე ყველას 1000%-ით უწევ რეკომენდაციას, რომ იქ გავიდნენ და დაიხარჯონ, იმიტომ რომ ამ ტარებაშიც სწავლობ შენ გარკვეულ აი სკილებს, როგორ მოუხვიო, თუნდაც ქალაქში მანევრისას ან ასე შემდეგ რაღაც ძალიან სწრაფ მუხრუჭს ან ასე შემდეგ ძალიან ბევრ მოტოს ბოლომდე ფლობ რა და არ გეშინია ღმერთთან უკას რაღაც გაცურდე, დავარდე, დიდი დამცავი ბარიერებია, ზონებია, ასე შემდეგ. ფატალური შედეგით ვერ დაასრულებ რა, რავი, ძალიან მინიმალურია ძალიან ყველაფერი და ამიტომ კი, ქალაქში ძალიან კარგია, მაგრამ ქალაქში უნდა ვიაროთ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ რა, პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ, მარტო ჩვენ თავზე არ აქვს, ხვებზეც რა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დადის ფეხით მოსიარულე თუ მანქანით, ამიტომ მაგაზე უნდა ვიფიქროთ და მოტოთი ძალიან კარგი არის ნორმის პარაგლებში, დაცული სიჩქარის პარაგლებში, გადაადგილება მე მიყვარს პირადად ქალაქგარეთ გასვლა, შაბათი რა არის მაგისთვის, რომ აი დილით ვიღვიძებ, არაფერს არ ვიხურავ და ზოგ ხანდახან მეგობრებსაც არ ველოდები, ვიხურავ ჩაფხუts და მივდივარ რაღაც ორბეთი, რაღაც ანუ წრეებს, მანგლისი, წალკაში რაღაც მივდივარ, ანუ აი ამ ადრენალინის ჩემთვის ძალიან დიდი თერაპია არის. ორი ესეთი თერაპია მაქვს, მოტოზე კატაობა, ქალაქგარეთ და თხილამურებზე სრიალი. აი ბუნებასთან ახლოს რო ვარ და რაღაც სივრცეებს ხედავ. აი ადრენალინის მოყვარული ხარ. ადრენალინი მიყვარს, ხო და ნუ აი ეს არის რა თქმა უნდა ორი ბორბალი ძალიან კარგია ქალაქში, გადასაადგილებად როგორც სამსახური ან პირადი რაღაც საქმეებისთვის უკომფორტულესი არის და ძალიან მაგარია, მაგრამ აი ეს მოტოციკლეთის ბოლომდე ადრენალინის გამოყენებას, აი მართლა ყველას რეკომენდაციას უწევ, რომ წავიდეს ტრეკზე. ან რაღაცის დახურული ტრეკები სადაც არის, თუნდაც ენდუროს ტრეკებიც არის, ხო? ანუ აგერ ჰასკის აქვს გადასარევი. ანუ იქ გამოცადონ თავიანთი თავი და ნახავენ რა არის მართლა სიამოვნება. და არა მარტო რაღაც ქუჩაზე სწორზე რომ რაღაცა ბოლომდე ჩააჭიო. ეგ ძალიან ადვილია, უნდა იცოდე მე როგორ აკონტროლოს. ხო და აი ამას უფრო უთმობთ ჩვენც და ნუ რა თქმა უნდა უფრო მეტად დღეს უკვე ფედერაცია და ჩვენ ნუ რა თქმა უნდა მოტოსფერო სოფლიო მიმართულებით როგორც აპირებს რომ განვითარდეს ყველა ნაბიჯს მივიზდევთ. და ყველა ნაბიჯზეც ვცდილობთ რომ ზუსტად ის ინოვაციები რაიმე თუ დაინერგა ახალი აქ იქნება რა და ჩვენთან აუცილებლად იქნება და ყოველთვის ვიქნებით იმისათვის რომ ნებისმიერ ადამიანს გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ და გავაგებინოთ რა არის მათი საჭიროება, თორე უდიდესი სიამოვნება ჩემთვის ანუ მართლა ორი ბორბალი არის აი შაშანდელი წელი მე პირველად ვიარე მოპედით კერძოდ ვესპათი 300-იანით ვიარე სამსახურში, იმიტომ რომ მე ძირითადად ვერ დავდიოდი, სულ რაღაცა უნდა მედოს მანქანაში, ვიღაცა წავიყვანო, წამოვიყვანო, ანუ ორი ბორბლით გადაადგილება ჩემთვის ყოველდღიურობა ვერ არის. და ამიტომ მანქანით გადავადგილდებოდი და წელს ვიარე მოპედით. აი
დილით როგორ გითხარი, გაღიმებული დავდიოდი, აი ვიღაც ალბათ იფიქრებდა ეს რაღაც ვერ არის. აი რომ დავდიოდი სიამოვნებდა, აი ცუდ ხასიათზე ვერ ვიყავი რა, დაღლილიც რო გამოვდიოდი ვიჯდებოდი, ანუ საცობი არ არსებობს, აი გადასარევია, ძალიან მაგარია და ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი აქვს ორბოლს რა. შეიძლება სახეში რო გიმბერავს ხარი, ანუ ყველაფერს იმ პატარა წვრილმანებს ხშირად არ ესმით ხოლმე ჩემიც. აი მაგ ყველაფერს რო ვუներ, მეთქი აი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ხო რაღაც აი ძრავზეზი ხარ, მიდიხარ რაღაც ხარი გიბერავს ამ ემოციებს განიცდი რა, ანუ მართლა მოაქვს ის თავისუფლების შეგრძნება, რაც მე მიყვარს აი ეს ბუნებასთან ახლოს ყოფნა და აი ქალაქგარეთ გასვლა მაგითო, სადაც მანქანები ნაკლებია, ბუნებაა და კარგი ასფალტი. სამწუხაროდ ენდურო ძალიან მიყვარს და პატივს, მაგრამ ასფალტზე გადაადგილება მირჩევნია რა, მე პირადად რა. თუმცა ყოფილ ვარ კვადროთითაც და ენდუროთითაც. ოფროუდზე. ხო, კი, რა. ხო, მეც უფრო ასფალტის ადამიანი ვარ, ესე მგონია. ენდუროზე დიდად არ მქონია. ტრეკზე სიარულია, ნუ ძალიან დიდი. ხო, ტრეკმა საერთოდ ქალაქი დამოვიწყა. ხო, ნუ სამწუხაროა რომ ჩვენ ტრეკს რაღაც გარკვეული ლაფსუსები აქვს. ლაფსუსები არის, დასასრულებელია, მოდი ესე გეტყვი და მე ეგეც მესმის ინვესტორების მხრიდან, ნუ ძალიან დიდი თანხებია დასახარჯი და ანუ არანაირი შემოსავალიც თითქმის არ არის. ჩვენი ტრეკი მოვლა შენახვა საჭიროებს, მაგრამ იქაც კი დღეს შეგიძლია რაღაც საბაზისო ისწავლო, ну, მოკლედ სასწაულია მე. ფუფუნება გვაქვს მაგის. და მანდაც სხვათა შორის ლადომ პირველად დამიძახა, მან ტრეკზე მუშაობდა. და არ გაინტერესებსო, მოდიო, ჩავედი, აი Kawasaki მაშინ ZX6R მყავდა. მე და ერთი ლადოს მეგობარი იყო. ორივე შევედით პირველად ტრეკზე და მოგზდევდა უკან. და სპეციალურად ახლა ნუ თან პირველად რო სახარ ტრეკზე დაბნეული ხარ ცოტა გეშინი ეგ მოსახოვში როგორ შეხო და აი ესე გვიძურებოდა მოსახოვში რომ აი ჩვენ რომ მანევრიან რაღაცა გაგვაკეთებინა ნუ ბოლოს ლადო დაგვანებე თავი. მერე უკვე აი ისე მომეწონა რომ აგვისტოში აი უდიდეს სიცხეში აი ტყავებში ჩაცმული ბოლომდე რომ აი ოფლად რო იღვრები ბოდიში ამისთვის და მაგრამ მივდიოდი მარტო ტრეკზე არავინ არ იყო ჩემთვის ლაპ ტაიმერს ვიდებდი და მაინტერესებდა რა დროებში დავდიოდი და ნუ მერე იყო რომ ეს საბურავი შევცვალე მივხვდი რას ნიშნავს კარგი საბურავი და ახალი საბურავი რომ თვით და უნებურად როგორ აგიხსნა იმდენად მეტი სითამამე მომცა აი არც მიფიქრი ავტომატურად მოხვევაში გადახრაში ასე შემდეგ და მას ვქენ რა ქვია 10 წამი გავაუმჯობესე საბურავის ხარჯზე ხო ანუ ერთ სეზონზე რო ვიარე მე თან სეზონის ვარდნა არის ანუ არ მივარჯიშია ახალი საბურავი დავაყენე წნევების საბურავი საერთოდ სხვა გადაბერილი ანუ მე მეყენა ნუ მაღალზე რეალურად და იქ ეგეც არ ვიცოდი რომ ცხელდება და ემატება თურმე გადაიბერა საბურავი და მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა რა რომ ვატორმოზებდი ეს საბურავი დახტება უკან რა იმიტომ რომ ვეღარ ეჭიდებოდა ხტუნავდა და თურმე უნდა დაუშვა ნუ რაღაც მე ნელ-ნელა ეს ყველაფერი ეს მახინაციებია მაშინ გამოვცადე პირველი საბურავი სუპერკორსები რივიუებით ზუსტად ეგ გავიარე მეც რივიუებით და ნუ ძალიან დიდი ნახტომი იყო და ნუ მივხვდი რომ აი რას ნიშნავს ახალი საბურავი და მას მერე სხვათა შორის ანუ მანქანაზეც არ არსებობს რომ რაღაც ყოველთვის ახალ საბურავს კი გინდა ზამთრის გინდა ზაფხულის აი ამან დამანახა რამდენად საჭიროა ეგ მომიწია მეც რა თავიდან ტრეკზე პირველად რო ავედი მეყენა მიშელინის წვიმის საბურავები საერთოდ რაღაცა ბევრი შრეები რო აქვს და იმით ვიარე და მე ნუ მივხვდი რომ არა რა იმიტომ რომ არც ეჭიდება არც მოსახვევში ეჭიდება არც წორზე და ამას ხო გძნობ რა მას მე ვერ ხვდებოდი მე მივხვდი უკვე იმით მე უკვე მეც სუპერკორსა გავიტანე და აი ეს ახალი საბურავი რომ გიყენია უკვე თამამი ხარ რა და სხვადასხვა თვითონ ამ ბრენდის წარმომადგენლები ძალიან მაგრა დაგვიდგნენ თავის დროზე გვერდში და ესე მინიმალურით დავიწყეთ და დღეს მოტოში ექსკლუზივი გვაქვს პირელი მეცელერი. თამამად შეიძლება თქვათ რომ ნებისმიერი დეტალი. დღეს ჩამოდიან მათი რეგიონალური წარმომადგენლები ჩვენთან სტუმრად რომ ნახონ ასე შემდეგ და ვინ ვართ როგორ ვართ ანუ კი არიან ნამყოფები მაგრამ ახლა თვალთ ჰედკვოთერიდან ამ სათავო ოფისიდან
ჩამოდის ორი იტალიელი. ვაუ, ძალიან კარგი. აი ჩვენ დავამთავრებთ. აი წესით უკვე ჩამოსულები იქნებიან და ნუ უნდა დავუხდეთ და ასე შემდეგ. აი ეს ამდენ წლიანი რაღაც დაიწყეთ 12 წლის წინ ამ საქმის კეთება. 12 წელი არ გასულა. ხო, მაგრამ ნუ 12 წლის წინ და აი ყველაზე რთული რა პერიოდი გახსენდება ყველაზე რთულად რომ აი რაღაც სირთულეები იყო ისეთი რომ აი არ გქონდათ ის ფიქრი რომ აი მოდი რა აღარ გვინდა ან გავჩერდეთ. აი თავიდან იყო, იმიტომ რომ ანუ იმდენად რა ვიცი, ბრუნვა გაყიდვები აი ძალიან დაბალი იყო, რომ აი ფილმის ენდომება საერთოდ. თუმცა რაღაცა ის იყო რა, რომ არ უნებდებოდით რა ენთუზიაზმი მაგიტო ვიძახი, რომ ანუ ბოლომდე აი ჩვენ მეგობრებთან ერთად დავდიოდით მოტოთი, ასე შემდეგ ვიღაცები იგებდნენ რომ არსებობს ეს ბრენდი და მე ამ დღევანდელი მაღაზია სადაც არის, ის გავარემონტეთ, გავფართოვდით, ერთი დიდი, ანუ საზეიმო გახსნა არ ქონია სხვათა შორის და ეხა კიდე ფართოვდებით. ზუსტად ერთი იმდენ ფართს ვიმატებთ, ვორმაგდებით, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივენაირ ესეთი წინსვლა იქნება. და აი მანდ უკვე გავაკეთებთ დიდ საცერემონიო გახსნას და რა თქმა უნდა გელოდებით. დიდი პატივია ჩემთვის ძალიან და ხო, ნუ რაღაც პერიოდი დაგჭირდება კიდე მაგისთვის, იმედია რაღაც სეზონზე. კაკრას 12 წელი გავა და შეგვიძლია ეგ გავღნიშნოთ, ხო და არა იყო რთული პერიოდებიც იყო ფინანსური მიმართულებითაც საბანკო ინსტიტუციებთან ჩვენ არ ქონდა დიდად ესეთი ურთიერთობები ანუ რაღაც ხო არის ბიზნეს რაღაც სესხი ჭირდება ასე შემდეგ ამ სესხისთვისაც ბევრი რაღაც საჭირო იყო მაგრამ ნუ მას ვქენით რა გადავიარეთ ეს ყველაფერი გაიმართა და ნუ სიმართლე გითხრა დღესაც კიდე ბევრი რამ სჭირდება იმიტომ რომ მართლა ბაზარი კვლავ ცოტა და თვითონ კულტურა არ იყო და ეხლა ვითარდება მე ხვდი ძალიან რთულია რომ აი მომწოდებლებს ვიღაცებს რომ ველაპარაკებით ან ზოგადად უცხოელებს ხა იტალია ხო მარტო ვესპა რო აიღო 50000 წელს ყიდის წელიწადში და ნუ საქართველოს ბრუნვები ახლა რო შეადა 50000 სუთუ ვარც ამ სპორტით დაინტერესებული 50000 არ არის მაგ სპორტით დაინტერესებული ეხლავე გეტყვი მოკლედ რა ხო და ანუ იმათთვის შეიძლება სასაცილოთაც ჟღერდეს ის რაოდენობები საქართველოსი ზოგადად რა თუნდაც ჩაფხუტის ამბავში რაღაცა 100000 წელს ჩაფხუტს ხო მაგით უფრო რთულად მეჩვენებოდა რა თავიდან რო გითხე რომ როგორია მაგხილა ბრენდი შემოიყვანო და ნუ აი მართლა ხა ჩვენი ბაზარი რავი იმათთვის არაფერი არა ერთ ქალაქში ცხოვრობს იმდენი რამდენიც საქართველოში რა ხო ნუ სოციალურ მედიაშიც ძალიან აი ჩვენი ხილით ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ამ ყველაფერს და პოსტი, ფოტო ან ასე შემდეგ YouTube-ის ვიდეოებსაც არავინ არ გვეხმარებოდა. ნუ მე ნელ-ნელა რა თქმა უნდა დავიხმარეთ ძალიან ბევრი ადამიანი, შენც გვერდში გახარ რაღაცაში. ერთმანეთს ესე ვითხოვდი პირდაპირ, იმიტომ რომ თქვენ ხელი-ხელად ბანსურა. ხო, ანუ შენ და შენი მიმართულებით ვინც ამ სფეროს როგორც უდგახართ, ესეც ძალიან დიდი საქმე არის, ანუ ამ ყველაფრის პოპულარიზაციაში და სწორ განვითარებაში. ამიტომ მართლა მაგიტომაც ყოველთვის მზად ვართ, რომ გვერდში ვიდგეთ ყველა ამ ადამიანს რა. მარტო იმიტომ, რომ მართლა ეს სწორად განვითარდეს რა. მოტოგუცი, ვესპა, აპრილია, პიაჯიო, აი თქვენი ფავორიტი რომელი არის აქედან ხო და რომელ მოდელს იყოლიებდი აი ისე რომ აი ეს მინდა და მეყოლება და აი რავი 10 წელი 20 წელი და რაღაც აი ეგეთ სიყვარული რომლის მიმართ მოდი ესე გეტყვი რა ზოგადად ფუფუნება არის ეს სპორტი და კიდე ერთ სამ ფუფუნებასთან გეტყვი რომ ხალხი ყიდულობდა მოტოციკლებს ანუ საწყის პერიოდზე ვიძახი და ნუ იყიდეს მოტო და გონიათ რომ ჩაფხუც 200 ლარად იყიდიან და მაგით დაამთავრეს და ჩვენთან რომ მოდიოდნენ და თითქმის მოტოციკლეთის ფასის ეკიპირება ეს რა ამბავი არისო რა და ნუ რეალურად ეგრეა და
სასურველია სურვილი ბევრი არის, ხო იცი ყველა სახის ტრანსპორტი შეიძლება გინდოდეს რა, მაგრამ ყოველთვის არ არის მაგის საშუალება და ნუ აი რაღაცა ერთი. მე გეტყვი ესე რა, მოპედი ძალიან მიყვარს და ქალაქში გადასაადგილებლად ძალიან მაგარია, ამიტომ Vespa ცალსახად ჩემი ფავორიტი არის. თუმცა Piaggio, აი, რასაც შენ იძახი რომ Moto Guzzi ნაკლებად დაფასდა, Piaggio ხა ევროპაში ძალიან ცნობილია. საქართველოში თითქმის ჯერ არ იციან და დიდი გზა აქვს გასავლელი. უმაგრესი პროდუქტია და რეალურად რა არის? Vespa-ს ლოგოს რო დააკვირდა, Piaggio-ს ლოგო აქვს. ანუ Piaggio არის ბრენდი და Vespa არის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც იმდენად რაღაც აიკონიკ გახდა და რაღაც Vespa ოფიციალური არის, წავიდა, თორე რეალურად Vespa-ც არის Piaggio. დღეს უკვე ჩამოყალიბდა ისე რომ ცალკე ბრენდია. და Piaggio არის საბაზისო ამ ყველაფრის რა, ანუ დედა მოპედი არის ამ ყველაფრის რა და ანუ Piaggio არის ძალიან მაგარი ქალაქში, არის commuters რასაც ვეძახით, ეგ არის. Vespa უკვე არის, აი ისეთი რომ დააყენებ მოდელია ისეთი რომ აი მე მყავს Vespa. ანუ აი ამითი და რაც შეეხება მოტოს ხო, მე აპრილია ქალაქის მიმართულებაზე რადგან ველაპარაკეთ, ახლა ტუნო და არ მიყვარს სხვათა შორის დიდი ძრავის მოტოები რა. 600-იანი სპარგლებში არის ჩემი ისეთი ყველაზე მაღალი მოთხოვნილება, იმიტომ რომ ის სიმძლავრე უკვე აღარ მინდა. გაკმაყოფილებს 600-იან თავის. ხო, აი მართლა აღარ მინდა, ამიტომ ტუნო Factory 660 ცალსახად. მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე წავედი ისე რომ adventure-ის სტილის მოტოებიც ძალიან თუ ბუნება და შორი გასვლები გიყვარს და ამიტომ აქ უკვე გუციც ერთვება რა და გუცის კაი adventure მოდელები ყავს. აი ეს არის ისეთი მოტოციკლეტი რა, ის მზისათვალე რომ უნდა გაიკეთო. ხო, აი ეს ეგ არის. და ნუ ეს უფრო აი ხო რა, ეს ვინტაჟური სტილის არის. აი ეს custom-ი თუ გიყვარს, ეგ არის რა. David Beckham-ი ხარ ამაზე როზე. და open face-ი ან მოდულარი ჩაფხუტი ამაზე. ხოსშ მოდულარი პირველი თვითონ ეს სისტემა გამოიგონა კაბერგმა. კაბერგიც ეს არ მქონდა. პირველი მოდულარი თუ არ შევთქვი 1970-ში დაჟე მე მგონი თუ არ მინდა ესეთი არასწორი ინფორმაცია ვთქვა და პირველი მაგათმა გააკეთა. ჩვენ მგონია რომ რაღაც მოდულარი არის, რაღაც ძალიან ახალი. ბოდიში, არა, გატყვევ. რაღაც არა, შემეშალა. ბოდიში, რაღაც 30-35 წლის წინ გამოიგონა, იმან რა ქვია, კაბერგმა მოდულარი. მაგ ხელაც არ მეგონა, სიმართლე რო გითხრა. არა, კაბერგი კიდე კაბერგი 50 წლის გახდა შარშან. და საიუბილეო ის კონდათ გამოგვეგზავნეს რაღაც საიუბილეო საჩუქრები ჩვენც რაღაც როგორც მათი წარმომადგენლები და ეგრე. თორე გუცი ნუ ძალიან საყვარელი მოტოარი რა და მე ჩემთვის ძალიან სწორედ ამიტომ დგას ეს აქ რომ აი ჩემთვის ძალიან და უხდემო სხვადასხვა საკაურობას ტრანსპორტი არის რა. და სახასიათო არის რა ეს 90 გრადუსიანი დახრის 2 ცილინდრიანი ძრავი ეს გამოწეული რა. ხო რა, ანუ ჯაჯუზე არ არის სავალი ძრავს არაბრუნებს ჯაჭვი და კარდანი არის ხო და ეს არის თუხთუხა მოტოციკლეტი. ცეპის შეზეთვა რო არ კიწევს. აი ძალიან დიდი კომფორტია რომ აი მე რამდენს წვალობდი ადრე მარტო როცა აი საერთოდ სერვისი არ ვიცოდი რა იყო, ეს პირველი მოტო რომ მყავდა ამ ჯაჭვის გარეცხვაში და გაპოხვაში. აბსოლუტურად მოსწონდა რომ შორგზაზე რომ მიდიოდა ჩანთაჟი მიგდია ხოლმე ის არის მისწრება რა. არ გეფიქრება მაგაზე. ხო, მაგ თავის ტკივილისგან დაცულ რა, არც დაჭიმვა უნდა, არც გარეცხვა, არც აი ხა გზაში არ გამიწყდეს და მსგავსი რაღაცები, ეგეც რა თქმა უნდა რომ ერთ-ერთი პლუსი არის. ოთო, რაღაც აი ბოლოსკენ მივდივართ. ხო. და მინდა რომ აი იმ მაყურებლებს, ვინც გვიყურებს ახლა, რა რჩევას მისცემდი, რას ურჩევდი ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს მოტოციკლების მართვას, დაინტერესებული არის და აი თუნდაც ეკიპირების მხრივ უნდა რომ რაღაც აი ყოყმანობს რა, არ იცის რა იყიდოს, როგორი შეიძინოს, რითი აარჩიოს.
პირველი ვიტყვი მოტოტრანსპორტით. ადრე რო არ იყო გარკვეული ან არც ინფორმაცია ან ასე შემდეგ როგორ უნდა იყოს. დღეს არის თბილისში რამოდენიმე სკოლა არის. არ დავაკონკრეტებ ხა ყველას, თუმცა რამოდენიმე ესეთი არის. და პირიქით ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. მათ შორის როგორც არის? არა, შეგვიძლია ვთქვათ არც ეგ პრობლემა. არა, იმიტომ რომ არ მინდა სხვა მოტოსკოლებს ეწყინოთ. იმიტომ რომ ეს მოტოსკოლა მაინც მგონია რომ ძალიან ანუ მათი ძალიან მაგრა იხარჯებიან თვითოულ მოსწავლეზე. და რას ვიძახი, ანუ აზრი ის არის რომ უნდა დავიწყოთ დაბალი ძრავის მოტოთი ყოველთვის, რადგან საბაზისო სკილებს, ასე ვთქვათ, მან ვსწავლობთ. იმიტომ რომ დიდი ძრავი ყველას უნდა და ალბათ ყველას მერეც მიზანი ეგ არის რომ გქონდეს, მაგრამ ანუ შეცდომებს გპატიობს დაბალი ძრავი და შანსი არ არის რომ რაღაც შეცდომა არ მოგვივიდეს საწყის ეტაპზე, ამიტომ ყველას უწევ რეკომენდაციას რომ დაბალი ძრავით დავიწყოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ისევ ჩვენ თავის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ და მე ეტაპობრივად სურვილისამებრ, აი მე ხო ვიძახი რომ რაღაცამდე მივედი 600-ის მე აღარ მაინტერესებს მეტი სიმძლავრე რა, ხა კი მყოლია უფრო დიდი მოტოებიც, კრუიზერი მყავდა 1600-იანი იყო საერთოდ. უნდა გამოცადო უბრალოდ აი ეგ რომ მიხვდე. არა, ეგ ხო, მაგრამ ნუ აი მე არა, მაგრამ მე ნელ-ნელა უნდა გაიარო იგივენაირად ეკიპირების ნაწილში რა. ფუფუნება ხო ვთქვით, თვითონ ეს სპორტი და ტრანსპორტი მართლა ფუფუნებაა რა. შესაბამისად ეკიპირებაც ხა არ არის, კი, რა თქმა უნდა, არის ტოპ ბრენდები და ნუ ყველას რა თქმა უნდა უწევ რეკომენდაციას რომ ეგრე, მაგრამ არის ძნელია რა, ნუ საშუალებიდან გამომდინარე არის და ისევ და ისევ რა მოტოც ყავს, იმის შესაბამისი ეკიპირება ნელ-ნელა ანუ უნდა გავზარდოთ მოთხოვნა პროდუქტის ღირებულებაც და ასე შემდეგ. ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ რაღაც უხარისხო დავიხუროთ. აი ლადოს ვიდეოში ვნახავთ რა მოსდის იმ უხარისხო ჩაფხუტებს. ნუ აი ვიდეოს რო უყურე უკვე მე ხე კადრებსაც ვეხსენებ როგორ იმტურება ეს ყველაფერი რა. იმტურება ქალაქია მეგონი მაგას. არის ბიუჯეტურებიც იქ უკვე აქსესუარებშია, რაღაცეებშია სხვა. თავარია იყოს ის პროდუქტი, რასაც ვყიდულობთ, სერტიფიცირებული და იყოს ოფიციალური ბრენდისგან. იმიტომ რომ ის ბრენდები იხარჯებიან 1000-ნაირ ტესტებში, 1000-ნაირ დოკუმენტაციაში, უდიდეს დოკუმენტაციას აწარმოებენ იმისთვის, რომ ეს ხარისხი აწარმოონ, ასე შემდეგ და ევროპის ბაზარზე, სხვათა შორის ევროპის ბაზრის სერტიფიცირებული ჩაფხუტები და გინდა ეკიპირება რაც არის, ყველაზე მაღალი რანგის სერტიფიცირება და ტესტირებაა, ვიდრე ამერიკაში ან რამე სხვა სტანდარტები არის, იმიტომ რომ ყველაზე მკაცრი არის სხვათა შორის რა. ამიტომ მიაქციონ ამას ყურადღება რა და ჩაიცვან ყოველთვის სერტიფიცირება და აი იმისთვის რომ ბრენდი ეწეროს და ყალბი იყიდოს რაღაც არანამდვილი ასე ვთქვათ რა. აი მაგას ნამდვილად არ ვუჩვენ. მაგას ჯობია რისი საშუალებაც აქვს ის თანხა ნაკლებად ცნობად ბრენდში, მაგრამ ხარისხიანში და სერტიფიცირებულში დახარჯოს, რომ თავის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ პრიორიტეტად დააყენოს და არა მარიაჟობა, რომ რაღაცა ლოგო აწერია და ეს ქურთუკი არის ვითომ ხო და ვითომის არის ძალიან ბევრი არის ეგეთი ჩაფხუტებზეც და ქურთუკებზე ძალიან ბევრი არის. ამიტომ მაგას მიაქციონ ყურადღება და ყოველთვის ჯობია თუ ესეთ ბრენდს ყიდულობენ, მეტი გადაიხადონ და ნამდვილი ჩაიცვან, ან ნაკლებად ცნობილია. ძალიან დიდი მადლობა ოტო შენ. წარმატებებს გისურვებთ. თლიან აი ამ მოგზაურობაში, რომელიც რავი, ჯერ მე ვფიქრობ, რომ პიკში არ არის ასული და ეხა კიდევ უფრო დიდი ტრამპლინი ძალიან დიდი აღმართი. კი, აუცილებლად. არის და ვდგავართ და ეს აღმართი უნდა გადავიაროთ და მე მგონი ეს ყველაფერი განვითარდება და ნუ საფუძველი რომ მოტოკულტურა განვითარდეს და აი იმ წვლილი მიგვიძღვის ჩვენს და ჩვენც ვართ ამ პატარა მოტო ისტორიის ნაწილი საქართველოში და ძალიან მიხარია.
თუმცა იცოდი შენ რომ ძალიან ადრეც საქართველოში მოტოკულტურა ოღონ მე ვიძახი საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირამდეც ანუ ანუ არქივის ფოტოებს მე განახებ 1900-ში რაც ფოტოები ნანახი მაქვს 30-იან წლებშიც უკვე ის იყო რა ჩვენ ხო ყავს მრბოლელი სისაური ხო ეგ უკვე საბჭოთა კავშირის პერიოდის ისინი იყვნენ კი რა თქმა უნდა იყო რა ადრე, მაგრამ მე უცებ გქონდა რაღაც ანუ იყო, ეხაც იმედი მაქვს რომ ჩვენ აუცილებლად რა ვიცი მაგისტრი უდგავართ მე მგონი ყველა ჩვენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენც მივახცევთ იმ პიკს რომ გამოუჩნდებით სოფლიო ასპარეზზე ქართველები არა აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები ის არა აი მართლა არ მნიშვნელობა რა აქვს თავარია რომ აი რაღაც საქართველო მოტოსპორტშიც ჩაეწეროს რა სადღაც და და იქნება და იმედი მოვესწრებით ამას ვნახავთ აუცილებლად რომელიც გვასახელებენ და არიან რამოდენიმე ვინც უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და მათ მადლობა დიდი და მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ რასაც დღესაც აკეთებთ და როგორც უდგახართ ამ სფეროს გვერდში და რა ვიცი მაგ ყველაფერს წესით ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს ისე ვინც ამოდის ტრეკზე ვინც თქვენი სტუმარია თუ ჩვენი YouTube არხების მაყურებელი არის ყველგან იგრძნობა თქვენი მხარდაჭერა და აი ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ კი არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი დაგვიწეროთ კარგი კომენტარები და დაელოდოთ შემდეგ ეპიზოდს